მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრაქტიკულ ინსტრუმენტზე, მრავლობითი საფუძვლის დიზაინზე. წარმოიდგინეთ, დანერგეთ ინტერვენცია, რომელმაც იმუშავა და რთული ქცევის დაძლევაში დაგეხმარათ. შედეგი აშკარაა, მაგრამ მისი მოხსნა თუნდაც დროებით არ შეგიძლიათ. როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ქცევის ცვლილება ნამდვილად თქვენი ჩარევის შედეგია და არა დამთხევა? ეს არის მთავარი კითხვა. ქცევის ანალიზის ნაშრომები ამ პრობლემას უსვამენ ხაზს. ჩარევის მოხსნა შეუძლებელია ან მიუღებელია რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითად, ზოგიერთი ეფექტი შეუქცევადია. როდესაც კითხვა ვასწავლეთ, მისი დავიწყება ექსპერიმენტული კონტროლის საჩვენებლად უბრალოდ შეუძლებელია. და რაც მთავარია, ეთიკურად დაუშვებელია ეფექტური ჩარევის მოხსნა, როდესაც საქმე ეხება თვითდამაზიანებელ ქცევას. ინტერვენციის მოხსნა, რომელიც ამ ქცევას აკონტროლებს, უბრალოდ არაეთიკურია და ძალიან სახიფათო იქნებოდა. ამიტომ გვჭირდება სრულიად განსხვავებული მიდგომა. ეს არის გამოსავალი, მრავლობითი საფუძვლის დიზაინი. მისი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ არ მოითხოვს საწყის დონეზე დაბრუნებას. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩარევის მოხსნის გარეშე. იმის ნაცვლად, რომ ჩარევა უკან წავიღოთ, ჩვენ მას ეტაპობრივად თანმიმდევრულად ვნერგავთ სხვადასხვა ქცევაზე, ან სხვადასხვა გარემოში, ან თუნდაც სხვადასხვა ადამიანთან. სწორედ ეს ეტაპობრივობა გვაძლევს საშუალებას, რომ დავინახოთ მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. როგორც ვთქვით, ამ დიზაინის ძალა მის ეტაპობრივ მიდგომაშია. ჩვენ დაკვირვებას ვიწყებთ და ვაგროვებთ მონაცემებს ერთდროულად ყველა საფუძველზე და სტაბილური მონაცემების მიღების შემდეგ ჩარევას ვიწყებთ მხოლოდ პირველზე. მერე ცოტა ხნის შემდეგ მეორეზე, შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლისას მესამეზე. და რას გვაძლევს ეს? თუ ქცევა იცვლება ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც ინტერვენციას ვიწყებთ და ეს ხდება თანმიმდევრულად სხვადასხვა პირობაზე, მაშინ ეს დამთხევა ვერ იქნება. განვიხილოთ საფუძვლის ლოგიკის სამი კომპონენტი მრავლობითი საფუძვლის დიზაინის შემთხვევაში: პროგნოზირება, იგივე წინასწარმეტყველება, ვერიფიკაცია და რეპლიკაცია. დავიწყოთ პირველი ელემენტით, ეს არის პროგნოზირება. ამ გრაფიკზე მარცხნივ, რასაც ხედავთ საფუძვლის ფაზაზე, არის ჩვენი საწყისი მონაცემები. წერტილოვანი ხაზი ეს არის ჩვენი პროგნოზი. თუ ჩვენ არაფერს შევცვლით, ანუ ინტერვენციას არ შემოვიტანთ, ველოდებით, რომ ქცევა ზუსტად ასე გაგრძელდება. შემდეგი ნაბიჯი არის ვერიფიკაცია, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი პროგნოზის შემოწმება. ჩვენ ვიწყებთ ჩარევას ერთ ქცევაზე ან ერთ ადამიანთან და გრაფიკზე ხედავთ, რომ ქცევა მკვეთრად იცვლება. შემდეგ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, დანარჩენი საფუძვლები, სადაც ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, უცვლელი რჩება. ანუ ისინი ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ. სწორედ ეს არის ვერიფიკაცია. ასე ვამტკიცებთ, რომ ცვლილება ზოგადმა გარე ფაქტორებმა კი არ გამოიწვია, არამედ კონკრეტულმა ჩვენმა ჩარევამ. და ბოლოს ეს არის რეპლიკაცია. ჩვენ იგივე ინტერვენციას ვიწყებთ მეორე ქცევაზე და რას ხედავთ? ისევ იგივე შედეგს. ქცევა ზუსტად მაშინ იცვლება, როცა ჩვენ ვერევით. შემდეგ იგივეს ვაკეთებთ მესამეზე და ასე შემდეგ. ყოველი ასეთი გამეორება ფაქტობრივად კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერიმენტია, რომელიც ამყარებს ჩვენ დასკვნას. ეს სამი რამ ერთად, პროგნოზირება, ვერიფიკაცია და რეპლიკაცია ქმნის იმ ურყევ ლოგიკურ ჯაჭვს, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი ჩარევა ნამდვილად მუშაობს. ახლა ვნახოთ, რამდენად მოქნილია ეს ინსტრუმენტი. მისი ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მის მრავალფეროვნებაშია. განვიხილოთ მისი სამი კლასიკური, სტანდარტული ფორმა, ანუ ერთი და იგივე ლოგიკა სამი ძირითადი გზით შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველი არის მრავლობითი საფუძვლის დიზაინი ქცევებს შორის. ამ დროს ერთ ადამიანთან ვმუშაობთ რამდენიმე სხვადასხვა ქცევაზე ეტაპობრივად. მაგალითად, ერთი ადამიანის ფრჩხილების კუნეტაზე, შემდეგ თმის წიწკნაზე და შემდეგ ტუჩების კუნეტაზე. მეორე მრავლობითი საფუძვლის დიზაინია სუბიექტებს შორის. აქ ერთი და იმავე ქცევაზე, ერთი და იმავე ინტერვენციას ვიყენებთ სხვადასხვა ადამიანებთან. და ბოლო მესამე დიზაინი არის სხვადასხვა გარემოს შორის.
აქ ქცევა ერთია, მაგრამ მას ვაკვირდებით სხვადასხვა სიტუაციაში, მაგალითად, სახლში, სკოლაში, ბებიასთან და ინტერვენციასთან ეტაპობრივად ნერგავთ იმ სხვადასხვა გარემოში, მაგალითად, ჯერ სახლში, შემდეგ სკოლაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ინსტრუმენტს აქვს დადებითი და სუსტი მხარეები. უდიდესი უპირატესობა, რა თქმა უნდა, ის არის, რომ არ გვიწევს ეფექტური ინტერვენციის მოხსნა. ეს ეთიკურადაც და პრაქტიკულადაც ძალიან მოსახერხებელია. მაგრამ მეორე მხრივ არის შეზღუდვაც. ექსპერიმენტული კონტროლი აქ არ არის ისეთი პირდაპირი და მძლავრი, როგორც რევერსულ დიზაინში, რადგან ჩვენი ვერიფიკაცია ეფუძნება იმას, რომ სხვა საფუძვლის ფაზებზე ქცევა არ შეიცვალა. ეს კი უნდა ვაღიაროთ, მაინც არაპირდაპირი მტკიცებულებაა. იმისთვის, რომ ეს დიზაინი მყარი იყოს, მისი სწორად დაგეგმვა კრიტიკულია. ზოგჯერ ამ დიზაინის გამოყენება ძალიან რთულია. ეს არის კითხვები, რომელიც პრაქტიკული გამოცდილებიდან მოდის. რა ვქნათ, თუ უწყვეტი დაკვირვება ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს? ან რა ვქნათ, თუ ახალი მოსწავლე კვლევის შუა პერიოდში გვემატება? საბედნიეროდ მეცნიერებს ამ გამოწვევებზე აქვს პასუხები. ამ დიზაინის თითოეული ვარიაცია შექმნილია იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ახლახან ვახსენეთ. დავიწყოთ პირველი და ყველაზე გავრცელებული პრობლემით, რა ვქნათ, როდესაც მუდმივი დაკვირვება და ყოველდღიური მონაცემების შეგროვება უბრალოდ შეუძლებელია. ამ პრობლემას მრავლობითი სინჯის დიზაინი წყვეტს. უწყვეტი დაკვირვების ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ პერიოდულ სინჯებს. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტურია დროის თვალსაზრისით. მარცხნივ სტანდარტული დიზაინის უწყვეტი მონაცემებია, რაც სრულ დეტალურ სურათს გვაძლევს. მარჯვნივ კი მრავლობითი სინჯის დიზაინია, რაც პრაქტიკულია, როდესაც დრო ან ფინანსები შეზღუდულია. თუმცა ამ პრაქტიკულობას თავისი ფასი აქვს. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვკარგავთ საფუძვლის ფაზაში. გადავიდეთ შემდეგ პრობლემაზე. რა ვქნათ, თუ ახალი მონაწილე, ვთქვათ, კლასში ახალი მოსწავლე კვლევის დაწყების შემდეგ დაემატა. მთელ კვლევას ხომ არ ჩავშლით. ამ შემთხვევაში გადავადებული მრავლობითი საფუძვლის დიზაინი ის იდეალური შემთხვევა არის, როდესაც ახალი მონაწილე ან ახალი გარემო ემატება უკვე დაწყებულ კვლევას. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც უნდა გვახსოვდეს, რადგან საფუძვლის მონაცემების შეგროვება ერთდროულად არ იწყება, გვიან დამატებული საფუძველი ვეღარ ასრულებს ვერიფიკაციის ფუნქციას, რაც სტანდარტულ დიზაინს სანდოს ხდის. და ბოლოს პრობლემა, რომელიც ბევრ პრაქტიკოს ეცნობა, კლიენტები ან მოსწავლეები, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ, იშვიათად მოდიან ჩვენთან ერთსა და იმავე დღეს. ამის პასუხი არაკონკურენტული დიზაინია. ეს არის მარტივი A/B ფაზები, ანუ საფუძველი ინტერვენცია, დიზაინის სერია, რომელიც უბრალოდ დროში არის გადანაწილებული სხვადასხვა ადამიანისთვის. ეს ძალიან პრაქტიკულია, მაგრამ მისი მთავარი სიზუსტე ის არის, რომ სრულად აკლია სტანდარტული დიზაინის მთავარი ძალა. ერთდროული ვერიფიკაცია. სწორედ ამიტომ მტკიცებულებების ხარისხით ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სხვა ვარიაციებს. ამდენი ვარიანტი ვნახეთ და როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება. დიზაინის არჩევა სტრატეგიული საკითხია, რომელიც კონტროლსა და პრაქტიკულობას შორის ბალანსს მოითხოვს. სამი რამ არის მნიშვნელოვანი ყველაზე სანდო შედეგების მისაღებად. პირველი და უმთავრესი, შეარჩიეთ დამოუკიდებელი, მაგრამ ფუნქციურად მსგავსი საფუძვლები პირობები, მაგალითად, თუ ერთ ქცევაზე ინტერვენცია მეორე ქცევაზეც ავტომატურ ცვლილებას იწვევს, მაშინ დიზაინი არ იმუშავებს. მეორე, აუცილებლად შეცვალეთ საფუძვლის ფაზების ხანგრძლივობა. ანუ არ დაიწყოთ ინტერვენცია რეგულარული ინტერვალით, თორემ შეიძლება ცვლილება უბრალოდ დამატებითი ცვლადის ან სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორის შედეგი იყოს, როგორიც არის პრაქტიკა ან რეაქტიულობა დაკვირვებასა და გაზომვის მიმართ. და მესამე, გამოიყენეთ საკმარისი საფუძველი. ორი საფუძველი ხშირად საკმარისი არ არის. 3-დან 5-მდე კი ითვლება მყარ დემონსტრაციად. იდეალურ მრავლობითი საფუძვლის დიზაინში ჩარევას არ ვიწყებთ მანამ, სანამ სტაბილური მდგომარეობა არ მიიღწევა თითოეული საფუძვლის პირობაში. თუმცა, ქცევის ანალიტიკოსები იმ ქცევაზე იწყებენ ჩარევას, რომელიც მონაცემთა საფუძველში ყველაზე სტაბილურ მდგომარეობას აჩვენებს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, მთავარი დასკვნა ასეთია. არსებობს დიზაინების მთელი სპექტრი, არჩევანი ყოველთვის გულისხმობს ბალანსს იდეალურ ექსპერიმენტულ პირობებსა და რეალური სამყაროს სირთულეების შორის. სტანდარტული დიზაინი ყოველთვის უფრო ძლიერია, მაგრამ ვარიაციების საშუალებას გვაძლევს. მეცნიერული მიდგომა გამოვიყენოთ მაშინაც კი, როდესაც პირობები იდეალურისგან შორს არის.